ახლა აქ არის ძალიან საინტერესო ასე თქვათ მომენტი, სწორედ აი იმ ეპიზოდის, როცა გიორგი სააკაძე ცდილობს გარკვეული უპირატესობა მოიპოვოს თავადებზე თავისი დის მეშვეობით. და ამაშინა უბრალოდ გამდიდრდა დამინდობს ეს არის განიზრახა ვითარმეთ მოეწონება მას ჩემი დიდად მეფესა და ეთრფიალება ჩემი დიდად მეფესა და ეთრფიალება და მაშინ მოინდომებს ჩემს დასა ჩემსა მივიცემ ცოლად უკვე თუ არ ინდომებს ცოლად მაშინ ვინ ჩემი მოკიდებულ მომხნე კაცნი არიან უпроსად ყოველივე მე მომიდგებიან და მეფეს შეუურგულდებიან და ამით წავახდენო და თუ ცოლად შეერთავს მტერნი ჩემს გაუურგულდებიან მეფეს ჩემი მეტი ხონი არ ექნებაო რახელ ჩამევარდება რასაც მინდა ვთქო მოიპოვა ასე ლუარსაბ ყმაწვილიცა იყო აირჩია მოურავმა დაპატიჟა მეფე დახვდა კეთილად გამოჩვენებით მაშიც გამხიარულდა დიდად მეფე ლუარსაბი ყავდა მოურავსა ერთი მეტად ჩვენიერი და კეკლუცი დააყენა მეღვინე თავსა მეფისა და მოეწონა მეტადრე დიდად და ეტრფიალა მაშინ მოურავს წინათვე განეგულა გულსაშინა რამეთუ წინათ რომ მოურავმა ღალატი დასწამა მეფეს გონებდა უფროსად ყოველიმე მე მომიდგებიანო და მეორე ასე თქვათ პოტო ეს არ ვიცი სახელი იქნებ თქვენ შემახსენოთ კომენტარებში რუსი ისტორიკოსი კავკასიური ომი ლუარსაბმა დაინახა გიორგი სააკაძის და აქ ახლა პირიქითაა შეტრიალებული სადაც გიორგი სააკაძემ მსხვერპლია მთელი გარემოებების რომელიც თავის სილამაზით გამოირჩეოდა მეფეს ისე მოეწონა რომ მას დაქორწინება გადაწყვიტა მოურავმა იცოდა უთანასწორო ქორწინების ცუდი შედეგები მოხდებოდა და მეფის გადარწმუნებას ცდილობდა თუმცა ვერც მოურავმა ვერც დედოფალმა ლუარსაბის დედამ და სამეფო კარმა მეფის გადაწყვეტილება ვერ შეცვალეს უბრალოდ თავადის და დედოფალის გარდა მეფის ამ ნაბიჯით შეურაცხყოფილმა თავადებმა მეფეს არამხოლოდ განქორწინება არამედ მათთვის საძულველი სააკაძეების გვარის ამოწყვეტა მოსთხოვეს საიდუმლო შეთქმულება შედგა სააკაძის ციხესიმაგრე გაძარცვეს და დაანგრიეს საქართველოს დიდი ხნით დაკარგა ერთ-ერთი თავისი საუკეთესო შვილი შეურაცხყოფილმა გმირმა რომელიც თავშესაფარი თავის ქვეყანაში აღარ გააჩნდა უღალატა მას და სპარსეთში გაიქცა შახს ქართლის დაპყრობა შესთავაზა, აბა მოურავს შახის ღალატის გარდა მეტი რის შეთავაზება შეეძლო. ამბობენ რომ გამწარებულმა მოურავმა წამოიძახა, ვაი ქართლს არ იქნება მისი დამშვიდობა სანამ ლუარსაბი ცოცხალია. შახმა კარგად შეაფასა ქართლის გიორგი სააკაძის მნიშვნელობა დიდი პატივით მიიღო, თუმცა საქართველოს წინააღმდეგ მის გამოყენებას არ ჩქარობდა. შაჰ აბასმა გიორგი ინდოეთში საბრძოლოდ გაგზავნა, მოურავს თურქებზე მოპოვებულ გამარჯვებებმა მას სახელი გაუთქვა.